გიორგი ჟვანია. ეს წელი ძალიან უხმედიანი გამოდგა. სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე მოპოვებული 28 მედალი. რა თქმა უნდა, ისეთი ფედერაცია როგორც ჩვენი არის, ახალგაზრდა ფედერაცია არის და თვითონ მონაწილეები ძალიან მობილიზებულები იყვნენ და ძალიან კარგად გამოვიდნენ, რა თქმა უნდა, და შესაბამისად კარგი რეზულტატები აჩვენეს. რაც მინდა აღნიშნო განსაკუთრებით მწვრთნელების ძალიან კარგი მუშაობა, აქტიური მუშაობა და თვითონ მონაწილეების ძალიან კარგი მომზადება. ფულადი ჯილდოები ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დიდ мотивაციას აძლევს სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს, რა თქმა უნდა. ლევან ტარასევია. ჩატარდა წლის შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც გავიარეთ ჩვენი წლევანდელი შედეგები, მიღწევები, შესაბამისად ფედერაციამ გადმოგცა ფულადი პრიზები, სხვადასხვა ჯილდოები, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ დავით ხახუტაშვილს და მომავალ წელს კი ვესწრებით, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი შედეგები. ეს წელი რომ შევაჯამოთ, ჩემთვის ძალიან წარმატებული წელი აღმოჩნდა. ევროპის ჩემპიონატზე მოვიპოვე ოქროს მედალი, ასევე საერთაშორისო ჩემპიონატზე ვიასპარეზა და დიდ მადლობას ვუხდით დავით ხახუტაშვილს მოწვევისთვის და დაჯილდოებისთვის. წარმატებული წელი იყო საქართველოს კუდოს ფედერაციისთვის. ბევრი წარმატებები ჰქონდა სხვადასხვა რეგიონიდან საქართველოს კუდოს ფედერაციასთან საერთაშორისო ასპარეზობაზე ძალიან წარმატებულად იასპარეზა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ამისათვის საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ დავით ხახუტაშვილს, ასევე ბატონ ლექსო ფილიფანს და მთავარ მწვრთნელს, რომელმაც ესეთი უანგარო შრომა ჩადო და დიდი შრომა ჩადო იმისათვის, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დიდი წარმატება ჰქონოდა. ვეცდებით სამომავლოდ, რომ რაჭის გუნდმა მეტი ოქრო მოუტანოს ჩვენს რეგიონს და საქართველოს. 2024 წელი საქართველოს კუდოს ფედერაციისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. მიღწევები უამრავი მედლები, სამი საერთაშორისო ტურნირი, რომელმაც გამოიწვია როგორც სპორტსმენების ხარისხის გაუმჯობესება, ასე კუდოს პოპულარიზაცია. კუდოს ფედერაციამ დაიწყო გაზრდა, ბევრი ახალი გუნდები დაგვემატა, სადაც შემდეგ წელიწადში აუცილებლად უკვე საქართველოს თასის და საქართველოს ჩემპიონატის გარდა კიდე დაგვემატება ღია ტურნირები. ამ წელს ჩვენ დავემატეთ საერთაშორისო საჯეპი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე სიხარულით მინდა ვთქვა, რომ ეგრე ვთქვათ, პირველი გამოშვება იყო ჩვენი პატარა კუდოისტები, რომელმაც გაიზარდნენ, ჩააბარეს, გახდნენ თვითონ სენსეები, შამქამრები და ეს ჩვენთვის ძალიან საამაყო არის ამდენი წელიწადის ნამუშევარი.